ეს თბილისია, ქალაქი, სადაც ფეხით მოსიარულეების სიარულის ტემპი საშუალოა, არც ჩქარი, არც ნელი, თუმცა არა ყველასათვის. აქ არიან ადამიანებიც, რომელთა ნაწილს ქუჩაში სიარული ბევრ ენერგიას და ნაკლებ დროს ართმევს. მათთვის გადაადგილების ამგვარი რიტმი ერთგვარი ცხოვრების წესიცაა. ეს პარკურია. ქალაქში გადაადგილების ეს ხელოვნება, რომელიც ფიზიკური დაბრკოლებების სწრაფად დაძლევას გულისხმობს, ხშირ შემთხვევაში პარკურის მიმდევრების ანუ ტრეისერებისათვის ერთგვარი გამოსავალიცაა. Scandalous. So many girls need management. Girl, I'll make sure you get the minimum wage. I set you up. ასეთი ილეთების შესრულება არც ისე იოლია. პარკურის შესწავლას ბევრი დრო და ვარჯიში სჭირდება. პარკური თვარ დაკარგული დაახლოებით 1 წელია, 11 თვეა დაახლოებით. ნუ პარკურის შესწავლით ესეთი დრო არ არის მაინც რომ ამდენ ხანში ისწავლი პარკურს. ადამიანის დამოკიდებულია ის თვითონ მის მომზადებაზე, ფიზიკურ მომზადებაზე, მომდევნებაზე და შემოსაყარებაზე. მისი შესწავლა აგრეთვე ინტერნეტში მოძიებული ვიდეოებითაც შეიძლება, სადაც დეტალურად განმარტავენ თუ როგორ უნდა გაიმეორო ესა თუ ის ილეთი. მიუხედავად იმისა, რომ პარკური დიდ რისკს მოითხოვს, საქართველოში ტრეისერები მრავლად არიან. უფრო მეტიც, შეგიძლიათ სხვადასხვა ჯგუფებს შეხვდეთ, რომლებიც ამ ხელოვნებას მისდევენ. კი, საქართველოში პარკურს ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს. ბევრი ჯგუფებია საქართველოში, აი დამწყები თაობა, ახალი თაობა, პატარა ბავშვები 12 წელიწადში ძალიან ბევრი მისდევს. საქართველოში არის რამდენიმე წამყვანი ჯგუფი, პირველი ჯგუფია GT Crew, მერე Free Jumpers, Hoppers, ნუ სამი ჯგუფია წამყვანი ჯგუფები, საკმაოდ კარგად მომზადებულები არიან და ძლიერები არიან. პარკური ბოლო დროს თითქოს მოდაშიც კი შემოვიდა, ასე რომ არ უნდა გაგიკვირდეთ შუა ქუჩაში ვინმე თავზე თუ გადაგახტათ, თუნდაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.